ამ შემთხვევაში საქართველოს სამწუხაროდ ვნებს დანაშაულებრივი კარტელი, როგორიც დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ხელისუფლების სახით. სახელმწიფო ჩამოშალეს და ჩაანაცვლეს კრიმინალური დანაშაულებრივი წესებით, ჩვევებით, უნარებით, როგორც ითქვიან, პოლიტიკით, თუ ამას პოლიტიკა ქვია, და იქამდე მივიდა საქმე, რომ დღეს ატეხილი ფულის გაყოფასთან დაკავშირებული დავების შედეგად თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლებიც დაგვინიშნა ივანიშვილმა და გვარწმუნებდა, რომ ეს იყო საოცარი ისტორიული არჩევანი და აღნიშნული პერსონების, ნეობის, პატიოსნების, წესიერების, ეროვნულების განსახიერებებია, მათი უმრავლესობა ან ციხეშია დაჭერილი, ან გირაოთია გაშვებული, ან უცხოეთშია გაწეული. პრემიერ-მინისტრები ჩამოთვალოთ აგერ ყარიბაშვილი, სახში გირავნობის მოტივით გაუშვეს 6 მილიონის აღმოჩენის შემდეგ, პატარა ვახშმის ფული ჰქონდა სახში ჩადებულანდაც. ის კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და 750 მილიონი მიითვისა გრიგოლეთი ფოთის ავტობანის გაყვანაზე. ის ხიდი ჩამოინგრა, ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი. დინარაზე უზარმაზარი გრიგოლეთთან ის ხიდი გაუშვეს და გააფრთხილეს, რომ ხმა არ ამოეღო, სხვა შემთხვევაში საქმე შეგრეილება პროკურატურის შეხლას იგდევს. ის ცხირმოუხოცავი ღლაპი თავისი ოჯახის წარმომადგენელი რო დანიშნა, ის რკინიგზის მაფია ბახტაძე, წამოკრიფა მილიონები რკინიგზიდან, პრემიერ-მინისტრობიდან და გაქცეული ამერიკაში ახლა. ხარჩეენ ბადონი. შემდგომი პრემიერ-მინისტრი რუსეთიდან გამოგზავნილი მაკონტროლებელი ამისთვის. მერე რო აერია ტრამსები. ეს გახარია, გაქცეულია გერმანიაში, რატომღაც ჩვენი ფულით პარიზში ნაგებინაში არ ცხოვრობს. ალბათ რაღაცი ხავა არ უხდება საფრანგეთში, უხდება ხოლმე ეგეთ რაღაცები. იქიდან გვარიგებს ჭკუას, იქიდან მავნებლობს კიდევ არჩევნებში მონაწილეობს და თავის სამარცხვინო პარტიად წოდებულ ჯობს პარლამენტში მიუძღვება, რომ ლეგიტიმაციის ელემენტების შემატოს ყოფილ პატრონს, აი როგორც სორქმრი ჭუბი რეგონს ბატალეგონო, ისე არ შეიძლება ამათი ჭუბი და დავის რამე დაიჭერა. იმიტომ რომ მათ არ აქვს ზნეობა, თავმოყარეობა, ის რა ჩვეულებრივ ადამიანებს განუყოფლავ დაბადებიდან მოუდგავს, ან აზრით გვაქვს განმტკიცებული, ამათ ეს არ გააჩნიათ. ამიტომ ისინი დაიჭერენ ერთმანეთს, გაუპატურებენ ერთმანეთს, განდევნიან ერთმანეთს, თუ რას იზავენ, მათ აქვს საერთო საკრალური საიდუმლოება, საერთო კერპი, საერთო ღმერთი, მამონა და ფული. აი ეს ფული როგორც გადანაწილდება, ისე იქნება მათი ურთიერთდამოკიდებულებისა და შემდგომი პერსპექტივის საქმე. აგერ დღეს უკვე გენერალური პროკურორად დანიშნული ბოტასების კურსს ვეძახდით და მართლა ბოტასები მოვიპარა გერმანიაში. არ მახსოვს სამართალდამცავი ორგანოების მსოფლიო პრაქტიკაში, რომ ქურდი დამხდარიყო გენერალური პროკურორი რომელიმე ქვეყნის. ისტორიას რო გადახედო, შუა საუკუნეებიდან, ეგეთ რამე არ შეიძლება ხდებოდეს. მაგრამ ბოტასების კურსს ვინ დაეძებს? დღეს უკვე ბრალად საუკუნეს ორგანიზებული კვლელობა ჯანგველაძის თბილისის ცენტრში დანაშაულებრივი ჯგუფთან შეთანხმები და გავლენის სფეროების აყოფასთან დაკავშირებული. და ეს პროცესები ახლა აღარ საუბრობ უკვე შემმის რა უშიშროების უფროსი ვინც იყო ეს ილუაშვილი, რომელიც დაადანაშაულეს საბავშვო ბაღებიდან დაწყებული ბავშვთა კვებისათვის გამოყოფილი თანხების მითვისება და თურქი ბიზნესმენებისაგან მილიონი ქრთამების აღება და თქვენ არ დაიჯეროთ მეგობრებო, არავინ არ დაიჯეროთ, ალბათ არც გჯერათ, რომ ყველაფერი ეს ხდებოდა ივანიშვილის გარეშე. მან ეს ყველაფერი არ იცოდა, ატყუებდნენ, ღალატობდნენ, ზოგიერთი ქოცი ახლა ქოცმადიდებელი ამას წერს და ამას წერს, რომ როგორ ღალატობდნენ ბატონ ბიძინას. არა, უბრალოდ დიდ მაფიოზას, მაფიის მამას მოეჩვენა
რომ მისი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა, რაღაცა სხვადასხვა თანამდებობად წოდებულებმა არ მიუტანეს მისატანი. მოუტეხეს ფული და შესაბამისად რისხვა გადააწყდათ ამ ფორმით მათ არადა ვადა ქონდათ მიცემული რომ ფული მეტანათ. ხედავთ რამდენი თუ გრძელდება გადათაგობა. ან გაჩერკავენ, ან დაკითხავენ, ან ინფორმაციას გაავრცელებენ, აშკარად აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი ჩამოიყვანეს და მინიმუმ თავს აკლეინებდნენ თუ კვლევების მცდელობა არ იყო. მაგრამ დააკვირდით არც ერთს მის მიერ შერჩეულ თანამდებობის პირებს. არ გააჩნიათ მეობა, არ გააჩნიათ პიროვნულობა, ინდივიდუალურობა, ბრძოლის უნარი. მათ არც უნდათ რომ მონობას თავი დააღწიონ. აი, ხო არის ნათქვამი ფილოსოფიაში, ეთიკაში, რომ მონობა ტკბილიც არის. ისე გაუტყდათ მონობა, აი ამ თავარ მამონასთან, რომ არც უნდათ რამიჯნა თავის დაღწევა და სიმართლის თქმა. ეხლა ის რაც იცის, თქვათ, აი ამ პიროვნებებმა და კიდევ ვინც ვერ ჩამოთვალა, საიდუმლოებები მათ შორის რაც ხდებოდა, რასაც ივანიშვილი წარმოადგენს, როგორ ძარცვავს ქვეყანას, როგორ არ დატოვა წყალი, ქვიშა, ჭალა, ტყე, გაუკიდავი, წაუგილწავი, აუფეთქებელი, მუთვისებელი. როგორ ელაპარაკება პუტინს და მთელ მოსკოვის ბრიაშკას დღეში 3 ჯერ, იმის თაობაზე როგორ დაგდოს გეოპოლიტიკურ დახცე და დაგვაბრუნოს ნიჟნი-ნოვგოროდში. ეს ყველაფერი ზეპირადიცაა. არავინ ხმას არ იღებს. ვინმეს რამე თუ უთქვავს, აი მე სკანდალი თუ აუწევია, აგარა ამერიკაში გააგდო რა ქვია ბოლტონი პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც მისი პირველი ვადის დროს უშიშროების საკითხებში რჩეველი იყო ის ულაშებენი კაცი ანტირუსი მაგარი. ის გააგდო, გააძევა და საშინელებები დაწერა თავის ციგში ამ ბოლტონს. და ბოლტონმაც გამოსცა ციგნი და თუ კი რამე შეეძლო და იცოდა თუ არ იცოდა, ყველაფერი დაწერა ამ ტრამპზე. დემოკრატია ესე მუშაობს. მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ეგრეთ წოდებული ქურდული წესებია. ანუ არ ჩაუშვა საკრალური საიდუმლო და მაბადე და ბოჟი ხო არ გამოვალ და შესაბამისად სახელმწიფო მიიშალა. ქურდული წესებით სახელმწიფოები არ იქნება, არ იმართება და კრიზისთან ვერ გამოდის. აი ეს წესებია დამკვიდრებული დღეს უბრალოდ, თანაც ეს ქურდები იმართებიან. სუვერენული ქურდების კორპორაცია კი არ არის. არამედ მარიონეტული დიქტატურა. გარედან დასმული. თანაც ეს გარე ძალა ჩვენი ქვეყნის ოპონენტი კი არ არის, ან ვთქვათ, რაღაცა ეკონომიკური პარტნიორი, ან ვთქვათ, უბრალოდ სამეზობლოს წევრი. არამედ აგრესორია, რომელმაც წაგვართვა ამ ეტაპისათვის 20% ტერიტორიები, ხოლო აი აღნიშნული დესანტის გადმოსხმით საქართველოს სამთავრობო კაბინეტებში 80%-ის დარჩენილი 80%-ის პოლიტიკური ანექსია გააკეთა ინდონეზზე, რომ დღეს ყველაფერი შემზადებულია საქართველოს საბჭოთა კავშირში ხელახლა გასაწევრიანებლად. ნუ ის მადლით არ არის 20-იანი წლები, მე-20 საუკუნის და ცოტა სხვანაირი მსოფლიოა და ქართულმა ხალხმაც შესანიშნავი დასკვნები გააკეთა ისტორიიდან და თუ დუმარე შეხვდა თბილისი, როგორც კოლაუ ნადირაძე წერდა, დუმდა თბილისი და დუმდა ხალხი იმ ცნობილ ლექსში მე-11 არმიის შემოსვლას, დღეს ქართული ხალხი დუმარებით ამას არ ხვდება და მთელი მსოფლიო ვიმეორებ აქტუალებულია ბრძოლი და თავდადებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, რუსთაველის პროსპექტზე და შედეგად ვიმეორებ დაწყებულია უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს გადასარჩენად პირდაპირ დაგებით, საქართველოს გამოსაყვანად აი ამ იზოლატორიდან, პუტინის იზოლატორიდან და ამისათვის მივახციეთ ჩვენ იმას ხალხმა ბრძოლით და ლეიბორისტულმა პარტიამ 12 წლიანი სასანქციო შეუწყვეტელი სტრატეგიით, რომ რეჟიმი ივანიშვილისა აღიარებული არ არის, მან დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმაცია, ის გახდა მიუღებელი, ხელჩამოურთმეველი, შეუშვებელი, არ შესაშვები კაცია, იტყოდა ხოლმე ადრე, სახში არ შესაშვები კაცია, ანუ დემოკრატიულ საყვალ არ შესაშვებ სუბიექტად იქცა.
და ოფიციალურად დასანქცირდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, რის გამოც ეს ბატონი ვეღარ სარგებლობს თავისი საბანკო ბარათებით და მისი ოჯახის წევრები, სხვათა შორის, და დაკარგა უკვე რამდენიმე მილიარდი იმ ცნობილი საბანკო ინსტიტუტების ფორმატში. დაკარგვა კიდევ წინ აქვს, ვიმეორებ უახლოეს ხანში სანქცირების ეს პროცედურები წაიწევს სერიოზულად წინ, ის გასცდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, გადავა ლონდონზე, გადავა ევროკავშირში, ევროკავშირმა უკვე მიიღო, ჩვენს გამო მიიღეს ეს სავიზო შეზღუდვები და სასანქციო მექანიზმები მთელი აი ხოცხროვისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ესაც უახლოეს ხანში შევა ძალაში, ლონდონის სანქციებით ივანიშვილი დაკარგავს მთელ დარჩენილ ქონებას, რომელსაც ვერ მართავს ამერიკული სანქციების გამოისობით. ვერ მართავს, მაგრამ ლონდონის სანქციებით უკვე დაკარგავს. არასოდეს არ იქნება იმედური, ის დაუბრუნდება მის მართვას შეძლებს. და მე მინდა ძალიან დიდი რწმენა გამოვხატო და მგონია რომ ასე იქნება, ჩვენ მომავალ ახალწელს შევხვდებით ამ რეჟიმის გარეშე. 26 წელი იქნება ივანიშვილის კრიმინალურ დამაშავებლებრივი მარიონეტული რეჟიმის დასასრული და ახალი საქართველოს დაბადება. იშვება ახალი საქართველო. ამაყი, ავაწეული, ღირსეული, მომავალზე მომზირალი, კოსმოსში ათხოვცნილი და იქნება ის სუბიექტი, რომლის ბედსაც უნდა შენატროდეს მთელი მსოფლიო, არა მარტო პოლიტიკური მდგომარეობით, არამედ ყველაფრით, რაც ჩვენ გეოპოლიტიკა მოგცვა. და გეოპოლიტიკამ მოგვანიჭა მსოფლიოს 4-ვე კუთხის დამაკავშირებელი საიდუმლო მეგასაღების ფუნქცია. არც თუ საიდუმლო, საჯარო მეგასაღებად გასაღები თავია. მსოფლიოს 4-ვე კუთხე ევრაზიის კონტინენტის დაუკავშირდეს ერთმანეთს. ეს არის უნიკალური გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შეიქმნა დღეს საქართველოსთვის და რომ არა აი ეს კრიმინალური რეჟიმი და მათი გამომაწვევა ჩვენ დავაგროვებდით იმდენ კაპიტალს მეგობრებო, რომ ეყოფოდა მომავალ თაობებს საუკუნე მაინც და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ჩვენი სოციალური მდგომარეობა, სიდუხჭირის და სიღატაკის ამბები იქნებოდა სამუდამოდ დაძლეული წარმოუდგენელი პროგრესით. მაგრამ სამწუხაროდ ეს იშვიათი ვითარება რაც შეიქმნა, პირველად შეიძლება ითქვას დედამიწის ისტორიაში, რაც ჩვენ თანამედროვე კაცობრიობის სახით ვიცით, ახლა შეიძლება მანამდე იყო დინოზავრების ცივილიზაცია, თუმცა ესეთ დინოზავრები მაშინ არ იქნებოდა, რასაც აქ ხედავთ ჩვენ სამთავრობო კაბინეტებში, ხო? ასეთი არ ყოფილა, რადგანაც აი წარმოიდგინეთ შუაში საქართველოს სამხრეთით აბსოლუტური ირანული და სასანქციო ზონა ვერ უკავშირდება მსოფლიო ერთმანეთს და ჩრდილოეთშიც იფეთქა ომმა უკრაინასთან, ისიც დასანქცირდა ვლადივოსტოკამდე და ჩვენ დავიწყდა მარტო ზოლი. მთელი აი ამ ოქროს გზით და ოქროს ხიდით, საიდანაც იყრება მილიარდები, შეიძლება ითქვას, სარგებლობს ივანიშვილი და მისი ბანდა. რა თქმა უნდა, მათი მოცილება ეს ბაირამობა იქნება მათთვის. ციხე და მოპარულის მოტანა სრულად მე არაერთხელ ვიტყავს, რომ ჩვენ შესაქმნელი გვაქვს და უკვე ვფიქრობთ ამაზე სერიოზულად. სერიოზული საგამოძიებო 300 კაციანი ჯგუფი, ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა, ასევე ძველი გამოცდილი იურისტებით, რომლებიც მთელ მსოფლიოში ჩაატარებენ დაძებნის, დაკავების და გადამალული ქონების ამოღებასთან დაკავშირებულ პროცესუალურ მოქმედებებს. ეს თანხები ტრილიონამდე ასული, მეგობრებო. აღარ მინდა ახლა რაიმე ფანტასტიკის სფეროში ავიჭრა და თქვა 2 ტრილიონი, მაგრამ ტრილიონამდე ასულია ის უზარმაზარი შემოსავალი, რაც დაგვაბერტყა განგებამ, მაგრამ აი 12 წლის მანძილზე განგების ეს საჩუქარი წაიღო სანტა ბიძინამ თავისი ოჯახისა და თავისი კრიმინალური კლანის მონაწილეებისათვის.